ყველამ ვიცით რომ ტაილანდი იაფი ქვეყანაა. ერთ-ერთი მიზეზი ესაა იმისა რომ მის დედაქალაქ ბანგკოკში ყველაზე მეტი ტურისტი ჩამოდის წლიურად. ის უსწრებს ისეთ ქალაქებს როგორიცაა პარიზი და ნიუ-იორკი. მაგრამ მაინც რამდენად იაფია ტაილანდი? ან სულაც არის კი საერთოდ იაფი? ამ ვიდეოში შევეცდები დაგანახოთ თუ რისი გაკეთება შეიძლება 20 და არა სოფლიოს ერთ-ერთ მოთხოვნად ქალაქში ბანგკოკში. ჩემი პირველი დანიშნულების წერტილი არის მცურავი ბაზარი. ზოგადად ბანგკოკი ცნობილია მცურავი ბაზრებით. მას მეტსახელად აზიის ვენეციასაც უწოდებენ. დაქსაქსული სამდინარო სისტემის გამო. მაგრამ თქვენ რა კადრებიც გინახავთ, ეგ მცურავი ბაზარი ფასიანია და ჩემ 20-ლარიან ბიუჯეტში არ ჯდება. ამიტომ უნდა ვიპოვო სხვა მცურავი ბაზარი, სადაც უფასოდ შევძლებ შესვლას. ახლა ვდგავარ გაჩერებაზე, ველოდები ავტობუსი. ასე გამოიყურება ბილეთი, გადავიხადე 8 ბატი. თან ავტობუსით გზავრობა, იმიტომ კარგი რომ პირდაპირ შეგვიძლია ქალაქი დაათვალიერო რა. პატარა ქალაქის ტურს მოიწყო. ეს არის ყველაზე იაფი საფასური ბანგკოკის ავტობუსებს შორის. ამ ქალაქში ასევე დადის ოდნავ ძვირი, მაგრამ კომფორტული ავტობუსებიც. კომფორტულში მოიაზრება ის, რომ ამ ავტობუსებში კონდიციონერია ჩართული და შიგნით გრილად ხართ. წამოსვლისას სწორედ ასეთი ავტობუსით ვიმგზავრე და გადავიხადე მასში 19 ბატი. ახლა მივდივარ მცურავ ბაზარში. ქალაქის ცენტრიდან ცოტა მოშორებით არის ეს. შესვლა უფასო არის და იქ უკვე რაღაცებს ვიყიდი, შემდეგ თავისთავად გადაიხდით ახას. ეს ის 20 ბატი მაგალითად. ეს შეკვდა მთლიანად. ჯერჯერობით წყალზე არა ვართ, მაგრამ იქით არის წყალიც. ძალიან კაი გარემოა მომწონს, ადგილობრივების დადიან და საკმაოდ იაფია რა, როგორც ჩანს. ამხელა ძრავი არის ნახეთ. ნახე სადუძრები. ხიდის ქვეშ აი ხალხიც აგერ არიან ნავებში. ნავით თუ გინდა გაისეინო აი აქ ამ ბაზარში ღირს 100 ბატი. ახლა 100 ბატს არ გადავიხდი ამაში, იმიტომ რომ ქალაქის ცენტრში, იგივე ნავში, იგივე მდინარეში შემიძლია უფრო იაფად გასეინება, ასე რომ იქ გავისეინებ. აქ უბრალოდ ახლა ვფიქრობ რამის ყიდვას, რამეს ვიყიდი და დავაგემონებ. მოკლედ ვფიქრობ აი ეს სუპი ავიღო რა. 50 ბატი რომელიც ღირს. გასქურები რო აქვს ჩართული, მოკლედ ძალიან სიცხე არის, დავიწვი. Thank you. ასე გამოიყურება ჩემი 50 ბატის ღირებულების სუპი. რა თქვა რომ ეს მომეწონა დიდად არა. ყველაფერი კარგი, მაგრამ აი ესენი რა ნაწილებია საერთოდ? ხორის ენა არის თუ რა არის? არ მიმდის ამაზე გული. ნაუქნა. თითქოს არ მინდა რომ შევჭამო. ბოლომდე არ შევჭამე მოკლედ. დავტოვე. ახლა რამეს ვიყიდი, რამე წვენს ამ ხელს რომ გაანეიტრალოს ეს გემო. 25 ბატი ღირს. აი ამას ვიყიდი. 1. ესე იგი ერთი ცალი წვენი ავიღე რა. არ გეგონოთ რომ საჭმელი რადგან იაფი იყო, ყველგან ასეთი ცუდია ხოლმე. რაღაც ფესტივალი არის, მე მგონი, აქ მოხდი, საჭმელი იყიდება და მე აქეთ უკვე ჭამე ხალხი, მაგიდებიც არის და მე ცოტირებ მოკლედ შევჭამო რა რაღაც. ასე გამოიყურება ჩემი საჭმელი, ახლა კი დავაგემონებ მას. კონკრეტულად აქ ნაყიდი კერძი ისე მომეწონა, ორჯერ ვიყიდე ზედიზედ. გემრიელია. ფასი 70 ბატი გადავიხადე, მაგრამ ამ გადახდილ საფასურს 20-ლარიან გამოწვევაში არ შევიყვან. კაი იყო რა. მომეწონა, გემრიელი იყო. ახლა იგი ხეზე ვხედავ, ციყვები დადიან. მე მგონი ციყვი არის, ციყვისებრი რაღაც ცხოველი და უნდა გადავუგო. არ ვიცი ეს საჭმლის და წყლის სათავსო აქ ვინ დაამაგრა, მაგრამ დავინახე რომ ეს კაცი ასე ალაგებდა ბანანებს შიგნით. რომელი ბანანიც შიტმაც ძალიან კარგად მირთვა. როგორც აღმოჩნდა, მიდამოში ძალიან ბევრი ციყვი ყოფილა. მათ დესერტის დრო მოვიდა, აგერ რაღაც
წვენი იყიდება და ამას ვყიდი. წვენი არა, უფრო რაღაც მუზივით არის. რომელშიც გადავიხადე 50 ბატი. ცურავ ბაზარში ვერა, მაგრამ აგერ შუა ქალაქში საკმაოდ იაფად, მოდი გავისერინოთ ნავით. აი ეს არის პატარა პორტივით. აქედან გავა ნავი. აგერ გავამზადე 16 ბატი, მოვაწყდა ხაში. ნავი, ან ბორანი და გავუყავი აი ამ თავარ მდინარეს. ზუსტად არ ვიცი რა ადგილას მიდის, მაგრამ დავყვები რა. This one? Yeah, this one. Okay. აი ეს არის ჩემი ნავი, წავედი. Thank you. მაგრამ ბევრი ხალხია. ამ გემში არ ჩამზარვარ ტრანსპორტირებისათვის ერთი წერტილიდან მეორეში. აზე არა ვარ სადგური ვარ. ყველაზე მეტად ესაზღვრებს მოგზაურობისთვის, რა. ნუ არ იცი სადგური. არამედ მინდოდა მდინარეზე გასეირნების გამოცდილება მიეღო. ასე რომ მთავარი იყო გემი სადმე წასულიყო და თუ სად წავიდოდა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. როცა წინასწარ არ გაქვს დაგეგმილი არაფერი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რამდენი ხალხი არის დააკვირდი, დავსებულია ტელეგემი. მდინარეზე მეორეჯერაც გავისეირნე, ამჯერად უკვე ნავით. მიუხედავად იმისა, რომ ეს კიდევ უფრო იაფი ღირდა ვიდრე წინა ტრანსპორტი, მის საფასურსაც 20 ლარიან გამოწვევაში არ მივათვლი. გადავინახე ნავიდან. Sorry, this is last stop? Okay. ბოლო გაჩერება ყოფილა ეს. შევიძინე ეს ლიტრანახევრიანი წყალი, რომელშიც 14 ბატი გადავიხადე. ეს ბანგკოკის ჩაინათაუნია. ანუ ადგილი ჩინეთის ტერიტორიის გარეთ, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ჩინელია. აქ ყველაფერს შეხვდებით, რაც ჩინეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს ადგილი განსაკუთრებით მიმზიდველია ღამით. ჩინური ბილბორდების განათების და ქუჩის მოვაჭრეების გამო აქ 10,000 ტურისტი ჩამოდის. გადავწყვიტე, აი ეს დესერტი დავაგემოვნო. როგორი გემი მოქვს მაინტერესებს. აქ, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი ქუჩის მოვაჭრის ადგილს ვიკავებდი. დამთხოვა, რომ ცოტა გვერდზე გადავწევლიყავი. ამ დესერტში გადავიხადე 50 ბატი. კოკოსი არის თეთრი და გარედან აქ რაღაც გამომწყვარი ცომი და ნუტელა არეული ერთმანეთში. კარგი გემი მაქვს რა. დესერტად წავა. ასევე აქ გაქვთ საშუალება დააგემოვნოთ სხვადასხვა მწერები. დრო მოვიდა ტაძრებით დამეთვალიერებინა. ჯერ გადავწყვიტე ეს მწოლიარე ბუდა მენახა. აი ამ ტაძარში შევალ ახლა. მწოლიარე ბუდას ქანდაკება არის. ხო, რაც მთავარია შესვლა უფასოა აქ. სხვა ტაძრებისგან განსხვავებით, რომელიც ბანგკოკში ფასიანებია, ეს უფასოა. 1 minute 37 seconds later. მოკლედ ფასიანი ყოფილა 300 ბატი ღირს თურმე შესვლა. ასე რომ ჩვენ ლიმიტს აღემატება, მარტო გარედან დათვალიერებას დავჯერეთ ამჯერად. ღამით კი ასე გამოიყურებოდა. შემდეგ გადავწყვიტე აი ეს საკმაოდ შთამბეჭდავი ბუდას ქანდაკება მენახა. რომელიც საკმაოდ მაღალი არის და ბევრი ტურისტი იზიდავს აქ. 5 minutes later. ვერც ეს ვერ ნახეთ, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს თურმე. სამაგერო თაქვი არის აი რაღაც ეკლესიასავით. ძალიან ლამაზი და ეს შეგვიძლია დავათვალიეროთ.
დინარის ერთი მხარიდან მეორე მხარეს გადავალ ახლა. რომელშიც სულ რაღაც 5 ბატი გადავიღე. ესეთი გემი არის. მაინც არ ვნებდებოდი, მინდოდა ტაძარი მენახა, რომელიც უფასო იქნებოდა. მაგრამ გაგიკვირდებათ და ეს ტაძარიც ფასიანი აღმოჩნდა. ვერც აქ ვერ შევედი. მაგრამ გარედან ხომ მაინც დავათვალიერეთ და თან საკმაოდ ეფექტურია ასეთი განათებების პირობებში. და მაგარი ხედია შეხედეთ. თქვენ გული არ დაიწყვითოთ და ჩემზე ნუინერიულებთ. წინა ვიდეოში მოყევი რომ უამრავი ტაძარი ვნახე ტაილანდის სხვა ქალაქში ცხოვრებისას და თან სრულიად უფასოდ. ჩემ და გასაკვირად ბანგკოკი ამ ხრივ საკმაოდ ძვირი გამოდგა. სრულიად შემთხვევით დავინახე რომ ამ შენობასთან ბევრი ხალხი ირეოდა. და მეც გადავწყვიტე მისულიყავი და გამეგო რა ხდებოდა. როგორც აღმოჩნდა, აქ რელიგიური რიტუალი ტარდება. ტაილანდში მცხოვრებ ჩინელ ბუდისტებში გავრცელებულია ასეთი რწმენა, რომ თუ ისინი სრულიად უცხო, გარდაცვლილ ადამიანების მიმართ გაიღებენ დონაციის სახით თანხას და ასევე ილოცებენ ჩინურ ღმერთებთან, ეს ყველაფერი გაძლიერებს მათ ბედისწერას და ასევე დაიცავს მათ ნებისმიერი უბედურებისაგან. თვითონ ცერემონიალი კი ასე გამოიყურება. თანხის გადახდის შემდეგ აძლევენ ორ ფურცელს, ვარდისფერს და სტაფილოსფერს. ვარდისფერ ფურცელზე წინა მხრიდან უნდა დაწერონ სახელი და ხელმოწერა, ხოლო უკანა მხრიდან უნდა წაუსვან აი ასე წებო. შემდეგ გადაინაცვლებენ იქვე სპეციალურ ადგილას. და უნდა მიაწებონ ეს ვარდისფერი ფურცელი კუბოს ფორმის კედელზე. და ჩაიფიქრებენ სურვილს. ხოლო სტაფილოსფერ ფურცელს რაც შეეხება, ეს არის დონაციის სერტიფიკატი და ის უნდა დაწვან ცეცხლში, მას შემდეგ რაც ილოცებენ ღმერთების წინაშე. ამით ეს რიტუალი დასრულებულია. მოკლედ რომ შევაჯამოთ. ტაძრები ვერა, მაგრამ როგორც შეხედეთ, გადაადგილება და კვება საკმაოდ იაფია ბანგკოკში. მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ აქ მდიდრულად და ხელგაშლილად ვერ იცხოვრებს ადამიანი. არის ძვირიანი ალტერნატივებიც, რა თქმა უნდა. მაგრამ მე გამიზნულად ვეძებდი იაფ ვარიანტებს და მე მგონი შევძელი დამენახებინა თქვენთვის, თუ სად გადის ეს სიაფი ზღვარი. მადლობა, ვინც ბოლომდე უყურეთ, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. უკვე ახალი ქვეყნიდან.